გამარჯობათ მეგობრებო. დღეს სამწუხაროდ ცუდი ინფორმაციით გვიწევს ამ ჩვენი გადაცემის დაწყება. დღეს სამწუხაროდ ესეთი დღეა, გლოვის დღეა გამოცხადებული მთელ საქართველოში და ჩვენს გვინდა საქართველოს სამეფო კლუბის სახელით სამძიმარი გამოუცხადოთ სრულიად საქართველოს ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს და ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვისაც გულით უყვარდა პატრიარქი და ვინც პატრიარქს დიდ პატივს სცემდა. დღეს არის გლოვის დღე, ჩვენი ერის მამა, ასე ვთქვათ, სულიერი მამა დაგტოვა შეუერთდა ზეციურ საქართველოს და როგორც ერთ-ერთმა პატრიარქ მიტროპოლიტმა არ მახსოვს რომელმა თქვა, ესე იგი იქიდან გააგრძელებსო ჩვენს ლოცვებს და მე მგონი ასია, მართლა ასია. და მინდა მოგისამძირო თითოეულ თქვენგანს. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მართლა ეპოქა შექმნა და ამ ეპოქას საერთოდ ხშირად უწოდებენ პატრიარქის ეპოქას. ეს იყო მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან 21 საუკუნის 20-იან წლებამდე, ესე იგი თუ კი რამე გაკეთა სულიერების მხრივ საქართველოში ძალიან ბევრი გაკეთა, ჩვენ გვახსოვს, მე მახსოვს პირადად, იმიტომ რომ ვესტიქაროსთან ვიყავი პატრიარქთან 1080 წლიდან და მახსოვს რა მდგომარეობა იყო, რა მდგომარეობაში იყო სულიერი საერთოდ სამყარო საქართველოსი, როგორ იჩაგრებოდა ეს ყველაფერი, როგორ კრძალავდა ყველაფერს, როგორ იყო დახურული და დაკეტილი ეკლესიები, უმოქმედო ეკლესიები იყო და როგორ აამოქმედა ეს ყველაფერი პატრიარქმა, სულ 6 იყო, რა ქვია, ეპარქია იყო, ანუ 6 ეპისკოპოსი ყავდა. და ამ 6 ეპისკოპოსი და 6 ეპარქიიდან დღეს უკვე რამხელა ძალა, თითქმის სოფელი არ არის, რამოდენიმე ეკლესია, ერთი თუ არის, რამოდენიმე თუ არა, ერთი ეკლესია მაინც რო არ იყოს და რო არ მოქმედებდეს. ამიტომ ამ კაცის, ამ ადამიანის, ამ პიროვნების დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე არის ძალიან დიდი. და აქედან გამომდინარე ჩვენ ესე იგი უფლება არ ქონდა ჩვენს ორგანიზაციას საქართველოს სამეფო კლუბს, რომ ეს განცხადება რა გავკვეთებინა. ჩვენ დღეს ჩემთან ერთად ამ სტუდიაში იმყოფება საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი ბატონი გაიოზ მამალაძე, რომელიც თავის ას გამოთქვამს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ხოთ მოვუსმინოთ მას. ესე იგი ჩვენ ვიზიარებთ ყველას წუხარებას, ვისაც გული ატკინა პატრიარქი ლეა მეორეს უკვე ისტორიული ესე შეგვიძლია ვთქვათ პატრიარქი ლეა მეორეს გარდაცვალებამ. ესეთი ხალხი არა მხოლოდ რევლში იყოს საქართველოს რევლში, არამედ მთელ მართლმადიდებულ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ავტორიტეტი ჰქონდა, ასევე საქართველოში მათ შორის მაჰმადიანებს შორის, იუდეველებს შორის და უბრალო ადამიანებს შორის, იმიტომ რომ გამოირჩეოდა კულტურით, გამოირჩეოდა ძალიან დიდი განათლებით, გამოირჩეოდა ადამიანებთან თბილი დამოკიდებულებით. მე მახსოვს, რომ ერთ-ერთი მსახიობი, ამერიკელი მსახიობი ჩავებო იყვანეს და შეხედეს იმდენი იტირა, ესე იგი კათარსისის ვარიანტში რა რაღაცა, ესე იგი ესეთ ადამიანს შევხვდიო. ჩვენ სამეფო კლუბს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბატონი ლევანი ახალგაზრდობიდან, ჭაბუკობიდან სტიქარში იყო პატრიარქთან, სამეფო კლუბიც რაღაც ძალიან ესეთი, იმიტომ რომ როგორც ყველა საქართველოს პატრიარქი აუცილებლად უნდა იყოს მონარქისტი, ილია მეორე მონარქისტი იყო და ძალიან ესე იგი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საკითხში. თქვენ როგორც მე ვიცი, ძალიან ხშირად გიწევდათ ეს ჩემამდე, სანამ მე შემოგიერთებოდით, მე ვიცი რომ ესე იგი თქვენ ძალიან ინტენსიური შეხვედრები ჰქონდათ. ძალიან ხშირი შეხვედრები და ძალიან საუბრები ჰქონდათ მონარქიაზე, როგორ უნდა ყოფილიყო მოწყობა, თქვენი ესე იგი სახელმწიფოებრივი მოწყობა. ამასთან დაკავშირებით და სხვათა შორის აი ძალიან საინტერესო ის არის, რომ არგუმენტებს აუცილებლად მიიღებ და ეხლა მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, ხო? და ჩემგან დაუშვათ მე მოსმენილი თუ დაინტერესდება შემეკითხებოდა, როგორც ყველა განათლებულ ადამიანს ახასიათებს, ესე იგი ყველაფერს ცდილობდა, რომ გაეგო უფრო უკეთესად, თუ იცოდა, უფრო დამატებითი ინფორმაციაც მიიღო. რა ჩვენი ურთიერთობა დაიწყო იქიდან, რომ
როდესაც სამეფო კლუბი დავაარსეთ, დღეს ალექსანდრე ყიფიანი არის ესეთი მღვდელი, სამეფო კლუბის წევრია, მაშინ სასულიერო აკადემიის სტუდენტი გახლდათ და ერთად მივედით საპატრიარქოში და პატრიარქმა დაგლოცა ლოცვა-კურთხევა მოგცა სამეფო კლუბის ეს მუშაობისათვის და მონარქიის საკითხების დამუშავებისთვის. ეს ძალიან საინტერესო რაღაცა გითხრა, რომ მაშინო ესე იგი ბაგრატიონები მოამზადეთოთ. ახლა ჩვენ ესე უთხარით, რომ უწმინდესო ჩვენ ვინ ვართ, რომ ბაგრატიონები მოამზადოთ და გაგვიმეორა რა. ბაგრატიონები მოამზადეთო. წლების მერე მივხვდი ეს რას ნიშნავს. თუმცა ახლა ჩვენ ამ თემაზე არა გვაქვს საუბარი. ესე იგი, ამ დალოცვის შემდგომ ახლა ჩვენ სამეფო კლუბში ძალიან სერიოზული ხალხი ყავდა საქართველოს ისტორიაში დამსახურებული ადამიანები. ლერი სიხარულიძე ძალიან ესეთი სერიოზული მონარქისტი იყო, კინორეჟისორი, ეს რეზო ჩხეიძე, ეს ომარ ხეიძე, ლეგენდარული ეს მოცეკვავე ჩვენი, ლევან ფრუიძე, ესე იგი საგვარეულო მოძრაობების დამაარსებელი საქართველოში და ლევან ფრუიძემ და პატრიარქმა ისეთი დიდი სამსახური გაუწიეს საქართველოს. ამას მე ბოლოში ვიტყვით რა, რომ აი ნუ არ ვიცი რა, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ესე იგი საქმე მოაგვარეს რა საქართველოს სასარგებლოდ და საფრთხიდან გამოსაყვანად და სამეფო კლუბის ესე ჩვენ რამდენიმე წარმომადგენელი ორთვის წარმომადგენელს რამდენიმეს გვიწევდა ხოლმე პატრიარქი და საუბრობდით, ვისხედით ხოლმე და საუბრობდით მონარქიის სხვა თემებზე. აი როგორი უნდა ყოფილიყო, რომ სახალხო მონარქია უნდა ყოფილიყო, რომ ესე იგი მათ შორის სხვაობა არ იყოს ადამიანებს შორის, რომ ყველა ქართველი კეთილშობილია, რომ საქართველო არის ესე იგი საქართველოს ყველა მოქალაქე რომ თანაბარი და ესეთ თემებზე დინასტიურ ისტორიებზე, დინასტიების კავშირზე და ასე შემდეგ. ძალიან ხშირი მე საინტერესო ის არის, რომ ესე იგი საპატრიარქოს რადიოში მიმიწვიეს მე და დაახლოებით 2 წელიწად ნახევარ, შეიძლება 3 წელი მიმყავდა გადაცემა სახალხო მონარქიის შესახებ. და იქ ვიწოდით სხვათა შორის ხორხე ბაგრატიონი იყო იქ მოსული, ეს დავით ბაგრატიონი, სხვა ბაგრატიონები სხვადასხვა შტოდან და მე ვფიქრობ, რომ იმ გადაცემამ რაღაც პატარა ეს საქმე გააკეთა. პატრიარქი ძალიან დაინტერესებული იყო. მე გარდა ამისა, საქართველოს პატრიარქს აი ეს მონარქიის იდეა ისე მოსწონდა, იმიტომ რომ საქართველოს პატრიარქი არ შეიძლება სხვანაირი იყოს რა, რომ ამის შესახებ მოგყვიეთ ერთი ის კიდე ჩაძება მინდა რა, ახლა ჩვენ ეს მე პირადად ვიცი მიუხედავად იმისა, რომ მონარქისტული განწყობის ვარ და ბავშვობიდან ასე ვიყავი და პატრიარქთანაც დაახლოებული ვიყავი. ყოველთვის სტიხაროსნობით გამომდინარე. მისი გვირგვინი, რომელიც ორ ხელისუფლებიანობას თუ ცუდად ვამბობ, საერო და სასულიერო ხელისუფლებების ერთიანობა, ხო? ანუ ესე იგი ეს რას ნიშნავს, ესე იგი ჩვენ უფალმა გამოგზავნა ადამიანი, როცა თუ არ აყვავს მონარქია არ აყვავს, მონარქის ესე იგი შეუძლია აიღოს სანამ მონარქი გვეყოლება მანამდე პატრიარქი ასრულებს ორ ფუნქციას. კი ბატონო, დიახ, ამის განმარტება. ესე იგი არსებობს ესეთი მცნება ეს საერო და სასულიერო ხელისუფლებების სიმფონიისა. ანუ ჰარმონიული ურთიერთობის. მაგალითად მე მგონი მქონდა. დავით აღმაშენებელი და დავით აღმაშენებლის პატრიარქები, თამარ მეფე და ის საქართველოს ეს პატრიარქები ეს ნიშნავს რა, რომ ესე იგი სულიერ სამწყსოს მართავს პატრიარქი და სახელმწიფოს მართავს მეფე და ისინი უსათუოდ მუდმივად ერთად მოქმედებენ, მსჯელობენ როგორ უნდა მოიქცენ. და როდესაც აი ესე იგი ქრივდება, ხა დღეს დაქრივებულია საპატრიარქო ტახტი, მაშინ მეფე ასრულებს რაღაც ფუნქციას პატრიარქისას, კრებს ერს და ასე შემდეგ, მრევსაც და როდესაც მეფე გარდაიცვლებოდა, მაშინ ან მეფე არ ყავდა, ან წაგვართმევდნენ მეფეს, მაშინ პატრიარქი ასრულებდა მეფის, ანუ საქართველოს სახელმწიფოს მართვის მმართველის ფუნქციას. და ეხლა ჩვენ კარგი ხანია მეფე არ ყოლია და საქართველოს ყველა პატრიარქია ვინც ყავდა უკვე აღვადგინეთ ჩვენი ავტოკეფალია ფაქტობრივად თავის ესე იგი არსებობით და მოქმედებით ასრულებდა მეფის ფუნქციას და მე არ ვიცოდი რომ ეხა ამაზე მიმაქცევინა ჩემმა მეგობარმა ყურადღება იტალიაში ყოფნისას ჩემს უბნელს და ახლობელს მეგობარს ერთმა ბერძენმა
მღვდელმა უთხრა თქვენო არ იცით რომ როგორი გვირგვინი აქვსო თქვენ პატრიარქსო და რას ნიშნავსო თქვენი საპატრიარქო ტახტიო და როგორი პატრიარქი ყავთო და ეს ბიჭი ჩაეძია მერე და თქვენს საქართველოს პატრიარქის მიტრაზე გვირგვინზე გამოსახულია არის მეფის გვირგვინის და პატრიარქის მიტრაც ანუ გაერთიანებულია ეს ალბათ სიმბოლურად იმიტომ მოხდა რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა დაგვეკარგა მეფობა და ეს უნდა შენარჩუნებული იყო საპატრიარქოს ტახტზე და მე ეს რო აღდგება ნუ ესე იგი ისევ იქნება ხელისუფლებათა სიმფონია და მე ის ყველაზე მეტად რა გამიხარდა რომ ეს ერთი 25 წლის წინანდელი ამბავია რომ ეს ვიღაც ბერძენმა უბრალოდ მღვდელმა უთხრა იტალიაში მყოფ ქართველს ანუ ეს ყველასათვის ცნობილია ჩემთვის არ იყო ცნობილი და ძალიან გამიხარდა და დღეს ვინაიდან საქართველოს ესე იგი ჩვენ მონარქისტები ვართ და ვფიქრობთ რომ საქართველოს მეფე სჭირდება როგორც გამაერთიანებელი მეფე და პატრიარქი და დღეს პატრიარქის ტახტი არის გამაერთიანებელი ჩვენი ქვეყნის მაშინ როდესაც სახელმწიფო არ ქონდა საქართველოს საპატრიარქო და პატრიარქი ასრულებდა ამ გაერთიანების ფუნქციას და ეხლაც საქართველოს ეკლესია ეს არის საფუძველთა საფუძველი რომელზეც აშენებულია საქართველოს სახელმწიფო და ერთი აუცილებლად მინდა ვთქვა რომ საქართველოს საპატრიარქო ტახტი დაფუძნებული არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით და ლოცვა კურთხევით და დავალებით ანდრია პირველწოდების მიერ ახლა ეს ჩვენი გიორგი მთაწმინდელი და სხვა დიდი მოღვაწეები ამბობდნენ რომ ჩვენ უფრო უპირატესი ვართ და ასე ვთქვათ უფრო წინ დგავართ იმიტომ რომ ანდრია პირველწოდებული იყო ის პირველი ვინც ქრისტეს მოწაფე გახდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოს მფარველი იმიტომ რომ ჩვენ წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ანუ ზეციურ საქართველოში ესე ითვლება სარწმუნოების თვალსაზრისით თუ ზეციურ საქართველოში ხვებს ყავთ მთავარანგელოზი ან რომელიმე ანგელოზი მფარველი საქართველოს ყავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის საქართველოს საპატრიარქო ტახტი და ეხა 59 წლის განმავლობაში განაგებდა ამ ტახტს და ეხა ნუ რომ არ ყოფილიყო ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სურვილი ესეთი რამე 59 წელს მე მგონი რეკორდიც არის რა კი ასე დიდი ხანი არც ერთ პატრიარქს არ ყოფილა ტახტზე საპატრიარქო ტახტზე თან კიდე რამე ჩემი სტეხაროსნობის პერიოდიდან რა მახსოვს ესე იგი მთელი კვირა ქონდა გაწერილი იყო ანუ ორშაბათობით ყოველ ორშაბათს იყო ესე იგი ბავშვების დალოცვა იყო ყოველ სამშაბათს იყო საქართველოს დალოცვა და პატრიარქი როცავდა ბავშვებს გამოდიოდა ყოველ ორშაბათს ესე იგი ისა დარბაზი იყო გადაჭედილი ბავშვები და ჩვენ პატარა ბიჭები სტეხაროსნები ვიყავით და ლანგარზე გვედო ესე იგი კანფეტები და ბავშვებს ვურიგებდი ამ ყველაფერს შემდეგ ესე იგი სამშაბათს იყო საქართველოს დალოცვა ოთხშაბათს იყო ქადაგებები პატრიარქი მე ხუთშაბათი პარასკევი არაფერი იყო და შაბათკვირა ესევ ესე იგი წიროლოცები იყო ეს იყო საოცარი მოსასმენი იყო აი ყოფნას და იქაც არ გვეჩინა არაფერი რა მოკლედ საოცარი გარემო იყო თვითონ ამ სიონის ტაძარში ალბათ სიმბოლურიცაა რომ დღეს გადასტა რომ პატრიარქი უნდა დაკრძალონ სიონის საკათედრო ტაძარში უნდა დაკრძალონ იქ არის დაკრძალული ჩვენი წმინდა პატრიარქი რამდენიმე ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი და ნუ რა ვიცი ალბათ უფლის ნება ესეც თავისი სურვილი ყოფილა თავის სურვილის ყოფილა ხო? ანდერძი ქონია, რომ ესე იგი იქ დაეგზავნა. სიონის ტაძარი არის უდიდესი სიწმინდე ჩვენი და. კი ბატონო, კი. და ამიტომ რა ვიცი, რომ საოცარ მე პირადად გამისთი საოცარ გულდაწყვეტას გამისთი, იმიტომ რომ ეპოქათან აი წიწამოში რომ მოკლეს ილიაო, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი გალაქტიონმა თქვა და ახლა 49 თითქმის 50 წელი საქართველოს პატრიარქი იყო ადამიანი და რაღაცა ეპოქა დამთავრდა და ეხლა რაღაც იწყება და ამის დასაწყისშიც ამის დაწყებაშიც იმედი მაქვს რომ მისი ასე ვთქვა გადაწყვეტილებები ანდერძი ასე შემდეგ მისი მოწაფეები შეხედულებაც ზეცულა თქვა ერთი 2-20 თქვა ალბათ გვახსოვს ყველას ესე იგი როცა რეგიონალური პარლამენტის ეგ როგორც თქვით რა ესე იგი იმის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა იცით რა არიან ადამიანები რომლებიც გულგრილად უყურებენ რაღაცებს და არიან ადამიანები რომლებიც ცინიკურად უყურებენ რაღაცებს მაგრამ მე მინდა ესე იგი შეფასებისათვის ერთი რაღაც რაც მე ვიცი კარგად ვიცი გავახსენო საზოგადოებას და ვაცნობო იმიტომ რომ საზოგადოების ფართო ფენებისთვის ეს ცნობილი არ არის
2014 წელს მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო ღარიბაშვილი, მის კაბინეტში, ესე იგი, ჩამოყალიბდა ესეთი კონცეფცია, რომ უნდა ჩატარებულიყო ადგილობრივი არჩევნები და რეგიონებში, ხო საქართველოს ხო რაღაც სიმბოლურად არის რეგიონებად დაყოფილი, ამას ფაქტობრივი ეს ხასიათი არ აქვს. ღმერთმა დაიფაროს, იმიტომ რომ რეგიონალიზმი და ფედერალიზმი საქართველოს არ აწყობს, იმიტომ ბევრი რამის გამო და ამაზე ეხლა სხვა დროს ვილაპარაკებთ. და ესე იგი, გადაწყვეტილი იყო ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის კაბინეტის მიერ გადაწყვეტილი იყო, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ესე იგი, მე აი რეგიონებში მაგალითად სამცხე-ჯავახეთში, ან ქვემო ქართლში, ან დაუშვათ სადმე ყველა იქ არჩეული დეპუტატები იქნებოდნენ ქალაქების საკრებულოების წარმომადგენლები თუ პარლამენტის წარმომადგენლები თუ რაღაცა, გაერთიანდებოდნენ, იქმნებოდა იურიდიული ძალის მქონე საბჭო, რომელსაც ახლა სახელი მე მგონი რეგიონალური საბჭო უნდა რქნოდა, ახლა სუსტად არ მახსოვს და ამ საბჭოს ხელში იქნებოდა მთელი რეგიონის ბიუჯეტის განკარგვა, აქ წამოსულიყო ფული თუ არ წამოსულიყო ცენტრში რა ფული, გესმით, აი თანხები. და იქ რა გაკეთებულიყო, როგორ გაკეთებულიყო, როგორ და ფაქტობრივად, ესე იგი, უზარმაზარი ძალაუფლება გადადიოდა რეგიონებში. ძალაუფლება გადადიოდა, კი არ გადადიოდა ხელისუფლება ან ესე იგი ეს ადგილობრივი მმართველობა. ძალაუფლებაზე არის აქ ლაპარაკი და ფაქტობრივად ეს იყო ძალიან რთული და საშიში რაღაცა, იმიტომ რომ საქართველოს ესე იგი დეცენტრალიზაციას კი არ გამოიწვევდა, ეს გამოიწვევდა საქართველოს ფაქტობრივ დაშლას. აქ კიდე ყველა ჩხილს ვერ ხსნი რაღაცებს. ეხლა ეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, იმიტომ რომ ჩვენთან სამეფო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ლევან ფრუიძე, როგორც მოგახსენეთ რა, ეს პატრიარქთან ერთად რომ ვიკრიბებოდით ხოლმე და ვშელობდით და ლევან ფრუიძესთვის გახდა ეს ცნობილი. ჩვენ მიტინგი დავნიშნეთ, არა, ეხლა მაშინ არ გააშუქა არც ერთმა ტელევიზიამ სამწუხაროდ მიტინგზეც ხალხი არ მოვიდა, რა გვექნა არ ვიცოდით და მოვიფიქრეთ ისევ რა, ისევ პატრიარქთან მისვლა. სხვა გზა არ იყო. სამი საკურთხეველში შევიდა ერთ-ერთზე ესაუბრა ლევან ფრუიძე და რომ ესეთ საფრთხეები არსებობს და რომ ესე იგი ამისთვის ქვეყანა მზად არ არის, იმიტომ რომ უამრავი უცხოეთის სპეცსამსახური მუშაობს ქვეყანაში, სახელმწიფო მყარად არ აგვაქვს აწყობილი და ასე შემდეგ უამრავი საფრთხე იყო და უთხრა ეს ყველაფერი პატრიარქს, რომ რეგიონალურ პარლამენტებს აკეთებენ. ფაქტობრივად გერმანიის მოდელს აკეთებდნენ რა. გერმანიაში პირდაპირ ვთქვათ, გერმანიაში სულ სხვა სიტუაცია. გერმანიაში რეგიონებში განსხვავება არ არის, არც დემოგრაფიული სახის, არც ესე იგი ესეთი რაღაცების რა. ხო. და ეს უთხრა პატრიარქს ესეთი რამე კეთდებოდა. ინფორმაცია არ ქონდა, იმიტომ რომ ეს ისე კეთდებოდა, რომ აი გარეთ არ იყო ეს ინფორმაცია გამოსული რა, სამწუხაროდ ჟურნალისტებს ვერ დავაინტერესეთ ჟურნალისტები, იმიტომ რომ სკანდალს ეს არ მოიცავდა და ასე შემდეგ და პატრიარქმა სწორად ჩემთან ერთად წამოდითო და წაიყვანა სადილად. კვირადღე იყო, წაიყვანა სადილად, კარგად ისაუბრეს, აუხსნა ლევან ფრუიძემ საფრთხეები, პატრიარქმა დაურეკა ღარიბაშვილს, მასთან მიიწვია აუხსნა რომ შვილო რა შვები ქვეყანა შლიო და წავიდა ღარიბაშვილი და გადაწყვეტილება გაუქმებული იქნა. ანუ ჩვენ დღეს რომ არ გვაქვს რეგიონებში პრობლემები დემოგრაფიული, ეთნიკური, ეკონომიკური და სხვა სახის, ასე სხვა ეს ამისგან გადაგვარჩინა პატრიარქმა. ამის მოწვე ვარ მე. ეს სხვათა შორის რამდენჯერმე ერთი ორგან დავწერე მე, მაგრამ აი არ არის ეს ცნობილი. სამწუხაროდ დღეს ცოცხალი არ არის ბატონი ლევან ფრუიძე აცხონოს უფალმა მისი სული მეგობრები იყვნენ ის და პატრიარქი, ერთი ეს თაობის ხალხი იყო და ხშირად ესეთ რაღაცებზე ლევან ფრუიძე დადიოდა. აი ეს მე ვარ პირადად ჩემს რამის, რომ პატრიარქმა ეს საქმე გააკეთა და გადაგვარჩინა. საოცარია და აი ის ერთი ორი ოდესით თქვენ
სიმონ კოპაძე სიმონ კოპაძეს ჩვენი სამეფო კლუბის სხვა წევრებსაც უნდა დღეს მოსვლა, მაგრამ აი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ნუ ყველას უნდა რომ რაღაცა გამოთქვას რა, იმიტომ რომ ურთიერთობა ჰქონდათ პატრიარქთან, საპატრიარქოს გარშემო ძალიან ბევრი რამე კეთდებოდა, ნუ რაღაცა ხა ეს მაგალითად ესე იგი იორდანიის მეფემ გვაჩუქა ჩვენ მიწა ეს საპატრიარქოს გამოუგზავნა ხალხი და ეს ნუ ბევრი რაღაცა კეთდებოდა ამ საქმეში მონაწილეობდა ეს ხალხი, მაგრამ სხვაებმა ვერ მოახერხეს და მათი სახელით ჩვენ საუბრობთ ამას რა. კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო ყველას, ვისაც უყვარდა პატრიარქი, ვის პატივსცემდა მას, მიუხედავად იმისა, მართლმადიდებელი იყო თუ არა, იმიტომ რომ საქართველოს პატრიარქთან დადიოდნენ. კი ბატონო, აი გუშინდელი მაგალითი იყო ეს სწორედ აი ჩემი თვალითაც ნახე იქ რა თქმა უნდა ხა პატრიარქთან ვიყავი იქ მაშინ კლინიკაში ვიყავი გიაღამები ვიყავი ხა და ძალიან დიდი ხანი მოვიდა ესე იგი კათოლიკეების ეპისკოპოსი იყო ციფერი ის ყოდა რა თავზე ამეთვისდება ეპისკოპოსი იყო და ძალიან დიდი ხანი იყო მან ესე იგი იქ იყო ანუ ჩვენთან ერთად იყო ის სხვა აღსადებლობისა და ადამიანების უნახი ერთი რაღაც მინდა გავიხსენო კიდე თუ შეიძლება რა მეუფე ზენონ მაშინ მეუფე არ იყო არქიმანდრიტი იყო მთაწმინდაზე დავდიოდი ჩვენ და იქ წინამძღვარი იყო და აქვს მოყოლილი რა ესე იგი ირანში მიიწვეს ჩვენი პატრიარქი ფერეიდანში ქართველების ანახავდა და სანამ ფერეიდანში ჩავიდოდა იქ ჩავიდა იქ შეხვდა ხელმძღვანელობას სასულიერო საერო ხელმძღვანელობას და მე ეს იყო პირველი ჩასვლა საქართველოს პატრიარქი ირანში არ ყოფილა ესე იგი გარდა იმ პერიოდებისა როცა ტყვეებად მიყავდა და როცა ირანში დაუშვათ წმინდა ქეთევანს და ამ სხვებს აწამებდნენ და ეს სუსხომოვლენა იყო და უნდა ესე იგი რო ჩაიყვანა და აიმან რა ქვია ამ დაცვამ რა ხო დაცვა დაუყენეს ფერეიდანში ხა მთელი გამოვიდა მთელი ფერეიდან და ხელზე კოცნიდნენ ტიროდნენ ეს ეხვეოდნენ მანქანას კოცნიდნენ ხალხი აი იმ მანქანას რითიცაც პატრიარქი იყო გასული და ეს ნახეს მე ხა მუსულმანებმა რა ქვია მაჰმადიანმა დაცვამ და იქ ოფიცრებმა და რაღაცა ისე კოცნიდნენ პატრიარქს და ეს რაღაცა მოკლედ ალბათ შაჰაბაზი საფლავში ტრიალებდა რა ჩვენი გენოსი ანუ ის თქმა მინდა იცით რომ ესე იგი ძალიან ავტორიტეტული არის საქართველოს ეს სამეფო ტახტი 19 მაკნას აღდგეს და ის საქართველოს საკათალიკოსო საპატრიარქო ტახტი და იქ შემთხვევით შეუძლებელი ადამიანი მოხდეს და იქ შემთხვევით ადამიანი დიდხანს ვერ გაჩერდება და ღმერთმა ქნას რომ ესე იგი ეს დაქვრივებული ტახტი მალე თავის პატრონს ღირსეულ პატრონს ამ საქმეში სულიწმინდა ერეო როგორც ამბობენ რომ იქ დადგინება ხდება სულიწმინდის მეშვეობით და მე დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქნება რა იმიტომ რომ კი ბატონო ღვთის ნები და ღვთის შეწევრით ასე იქნება იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება ჩვენ ბიშოპის ეხოთი ქვეყანა ვარ და ჩვენ ფარველობს ბიშოპელი და ღვთისმშობლის და უფლის ჩარევით ალბათ ისეული შესწავლილი გვეყოლება. ღმერთმა ქნას. ღმერთმა ქნას ეს ყველაფერი. მე ესე იგი ისიც მინდა რომ გავხსენო აი 70-იან წლების ბოლოს და 80-იან წლების დასაწყისში აი ეს ახალად აგორებული უბრალოდ იმ მე თვითონ ვარ ამ ყველაფრის მოსწრე როგორ ყალიბდებოდა ეს ეროვნული მოძრაობები კი იყო მანამდეც იყო მაგრამ უფრო აი იმპულსურად და უფრო ძლიერად წამოვიდა პატრიარქის დროს ეს ყველაფერი. ამის მე თვითონ ამის ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. იქ შეკრება სიონში ხდებოდა ამ ყველაფრის შეკრება აი ყველა ეროვნული მოძრაობის ლიდერები რა რომლების შემდეგ გახსნილი ლიდერები და მანამდე არ იყვნენ ლიდერები არ იცოდა ხალხი აი მომწიფდა ეს ყველაფერი და ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. ამ ყველაფერმა აი ხანდახან აი როგორც კადრი იმისი რა ქვია ის კადრი ისე გადისხოლდა ჩემს თვალწინ ეს ყველაფერი როგორ ყალიბდებოდა ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ხელს უწყობდა პატრიარქი და საინტერესო რა არის რომ არა მარტო მას შემდეგ გამრავდა ეკლესიები საქართველოს შერას დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ არამედ კომუნისტების პერიოდშიც მოახერხა ჩვენმა საპატრიარქო აი ამაზეა ლაპარაკი რა დადიოდა ჩვენ დავდიოდი ძალიან ხშირად სულ ყველა დაუშვათ
ალავერდობა იყო, ალავერდში. ეს დიდი დიპლომატია, დიდი ისი სამთავისობა იყო, სამთავისში ვიყავით და ჩვენ დავყავდით სულ პატრიარქს. სულ ყველგან თუ კი სადმე არის რაღაც იყო, ყველგან დავდიოდით და ყველგან თან მიდიოდა თახსნიდა ეკლესია. ერთი რამ კიდე აუცილებლად მინდა რომ ხაზი გაუსვათ იმას რომ ჩვენ ავტოკეფალია კი აღვადგინეთ ესე იგი 1917 წელს, მაგრამ აქ მთავარი რა არის რომ ჩვენ მე ოფიციალურად არ გვცნობდნენ, ხა იქ იყო მთელი პოლიტიკური რაღაცა, ხო საბჭოთა კავშირის დაპყრობილი ყავდით და რაღაცა. მე სტალინმა 1953 წელს დაშირდა სტალინს და აცნობინა რა ხა ცნობა არ სჭირდება, მაგრამ ესე იგი ეს აღიარებ ესე იგი შეახვედრა საქართველოს პატრიარქ რუსებს არ უნდა ჩვენ იმის აღდგენა, რა ქვია, საპატრიარქოსი, იმიტომ რომ უნდათ რომ ისე მათი ისე ყოფილიყავით მრევლი და ჩვენგან ის როგორც ადრე მექონათ ეს რა ქვია ფული და ის ჩვენი ეკლესიებიდან ისე უნდათ რომ ჩვენი მათი გავლენის ქვეშ ყოფილიყავით და 1990 წელს სოფლიოს ესე იგი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ კვლავ ესე იგი იმ ფარგლებში და იმ სტატუსში და იმ ესე იგი იურიდიულ ძალმოსილებაში რაც ქონდა საქართველოს საპატრიარქოს და ეს მოხდა ესე იგი ილია მეორის ეპოქაში. ეს ძალიან საინტერესოა. ისიც ამაქვს აუცილებლად საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრია მეუფე ანანია. აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა რომ ესე იგი ესენი ხომ მეგობრები არიან, იყვნენ და რა თქმა უნდა თანამებრძოლები და დოკუმენტაცია ეს რომ აი ეს წმინდა გიორგი მთაწმინდელის სიტყვები ეს კონსტანტინოპოლის ეს ყველაფერი შეაგროვა და წარუდგინა მთელ მსოფლიოს მეუფე ანანიამ და ჩვენმა საპატრიარქო გუნდმა. ეს სხვათა შორის რამდენი ეკლესია არის რომ უნდათ რომ გახდნენ ავტოკეფალური სამოციქულო და შეჯიბრებით ვერ ახერხებენ, ხო? აი უკრაინას როგორ გაუჭირდა და მთელი ამბავი დასჭირდა ამას და ხა ჩვენ ამ ეპოქაში მივახციეთ ამას და ესეც უკვე ავტორიტეტული პატრიარქი ყავდა და იმიტომ სოფლიოში ძალიან ესე იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მოკლედ ეს მე მგონი გამოგივიდა გადაცემა ისეთი როგორც უნდა ყოფილიყო, როგორც შეეფერება დღევანდელ დღეს, გლოვის დღეს სრულიად საქართველო გლოვობს და სრულიად საქართველო დამწუხრებულია, მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ერთი ადამიანი რომელიც რაღაცას აკეთებს შეთვის ლოცულობს ქვეყნისთვის ლოცულობს, ღამები არ ძინავს, ჩვენ ხო ვიცით ეს ყველაფერი ვიცით, როგორი მუსიკალურადაც როგორი რამდენი საგალობელი შექმნა, რამდენი ხატი დაწერა, რამდენი რაღაც გააკეთა, იმის გარდა რომ ესე იგი ერთს და ესე იგი სულიერ მამობას უწევდა, ამის გარდა კიდე რამდენი რაღაც გააკეთა ამ კაცმა კაცო, რამდენი რაღაცა შექმნა, რამდენი რაღაცა ესე იგი მოაბა თავი და ესე იგი რამდენი კაცი რამდენი ადამიანი მოატრიალა, მე ხო ვიცი, მე ხო მახსოვს, შენს გახსოვს ბატონო გაიოს რომ რა იყო, როგორები ვიყავით კაცო, ათეისტური სოფლიოში ყველაზე ათეისტური ქვეყანა ვიყავით და ასეთი ქვეყანა ესე იგი 80% მოაქცია იმაზე, რა ქვია, მაგას ჯურზე მოაქცია ასე. უსათოდ აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, ეხლა მე როგორც ისტორიკოსი უნდა ვაღიარო, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, დიპლომატიური, არასოდეს ხა მე ხესა ახალგაზრდა ვიყავით, ჩემთვის არ ვთქვამს შენობით არ მოუმართავს. ორთვის მე კი არა პატარა ბავშვებსაც მე თქვენობით ელაპარაკებოდა რა და ის მუდმივად განათლების შესახებ ხა სხვების განათლებაზე ზრუნავდა აკადემიის საქმეც რამდენი რამეა გაკეთებული წიგნების გამოცემა და მე ვფიქრობ რომ საქართველოს ეკლესიას სჭირდება კვლავ ავტორიტეტული პატრიარქი და იმედი მაქვს რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დიდება მის სახელს უფლის სახელს დიდება დაგვეხმარება ამ საქმეში და სხვათა შორის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი გზაჯვარედინის წინაშე ვდგავართ და ეს უნდა გავიაროთ როგორც აი ღირსეულად როგორც გვეკადრება ქართველებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გვისმენთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. მადლობა და კარგად გრძანდებოდეთ. საქართველოს სამეფო კლუბის გადაცემა და საუბრები საპარლამენტო მონარქიაზე, ესეთია ჩვენი გადაცემა და თუ გამოიწერთ ჩვენს არხს და ჩვენს გადაცემას, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცა შეგიძლიათ გაიგოთ მონარქიაზე საერთოდ, რა არის მონარქია და რატო გჭირდება მონარქია საერთოდ და საერთოდ გჭირდება თუ არა მონარქია
ამაზეც ძალიან ერთად ვიმსჯელოთ, ხო? კი ბატონო, ვიმსჯელოთ ერთად და როგორც კარგი ხდება, ისე ესე გადავწყვიტოთ ისე. ესე დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის. ნახვამდის.